ჩვენ თუ ავიღებთ მაგალითად ბრაზილიაში, რატომ იჩეხება ამაზონის ტყეები? იმიტომ რომ იქ ბრაზილიელი ფერმერები თესავენ ასე ვთქვათ აგროკულტურებს და ასე ვთქვათ აგროკულტურის გამო იჩეხება ამაზონის ტყეები. ხო? ადამიანმა პირველივე წუთიდან დაიწყო ბუნებასთან ბრძოლა. იმისთვის რომ შეექმნა თავისი კომფორტი. მოდით ასე დავარქვათ მაშინ. მაგრამ ადამიანს არასდროს არ გაუჩნდა იმის იდეა, რომ რატომ არ შეიძლება მე ვიმუშაო ბუნებასთან ერთად, ასე ვთქვათ სინერგიაში, ანუ ერთად ვიმუშაო ბუნებასთან ერთად და მივახციო ის ჩემი კომფორტი. ეს არავის არ გაუჩნდა ეს კითხვა. ჩვენ ბოლო ჩვენი ცივილიზაცია ყველაფერს ვანადგურებთ. ჩვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ თუ ავაშენებთ ქარხანას, გავიყვანთ გზას, რაც შეიძლება მეც დავთესავთ, რაც შეიძლება ძლიერი ტექნოლოგიებს ჩაუშვებთ, ჩვენ ვიქნებით ბედნიერები, ჯანმრთელები და წარმატებული. სამწუხაროდ ეს მოდელი აღარ მუშაობს დღევანდელ სისტემაში. ამიტომაც ცირკულარული მოდელი არის ის, რომ ეს ლაპარაკობს, რომ შენ უნდა შექმნა ინდუსტრიალური სისტემები, რომელიც არის დაფუძნებული living system, როგორ ვთქვათ, ცოცხალ არსებებზე. ანუ შენ უნდა ნახო ბუნებაში ზუსტად იგივე პროცესები და გადმოიტანო ინდუსტრიალურ სისტემაში.